1 2 და 3 ტუზი დაგვეცა პირდაპირ, მაგრამ ბიზნესში უნდათ ჩვენი ჩართვა. მოხდება, ვინ არიან ესენი? უბაზის მოპარვა უნდათ. ერთად არიან უეჭველი. ჩაყარეთ დილექშის ყველა მათგან გამოვხდი არ აქვს. ვინ უნდა ჩაყაროთ ბიჭო, ნაციხარი ბიჭი ვარ, ემაილი ვარ, კაკაკ. ნადიამ კითხავთან ადრეც ყოფით ხალ? არა ძმაო, მაგრამ შემთხვევით ისე მოხდა, რომ 1-10 წამით ფხიზელი გავიჩიდე. და უცებ მივხვდი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი გაქრა და აღარ დაბრუნებულა. ნადიამ კითხავთან ვიდეო მირჩიეს. ასენი მეგობარი ვინა და ქვია? კობა ქვია. ყობა ყუთზე ამბობ? იცნობ. ადა, მაგრამ ვიცი მაგადე. სენ ეთყობა არ გახსოვს, ადრე მე და სენ ერთად წავყავდით. მასინ მე განძრონთან მუშაობდი. განძრონი კიდე ყობასთან და ხუაზე ხალ. ნადიამ კითხავი დაგეხმარება. დე მათო მაგის ოთახში ოფსეხვალე გუნდა ნახო. თან თვალის გუგები არ აქვს, მაგრამ ყველაფერს ხედავს. თვალის გუგები თუ არ აქვს, როგორ ხედავს? აბა მე რა ვიცი. აქ ჩემი ძმის საპოვნელად ვარ. ცოტა ხნის წინ ქვაბულში იყო წასული. რაღაც საქმე ავიღეო. მაგრამ მაგის მეზე აღარ მინახავს. ხოდა პოვნა მინდა. მე სენს მე ესევალ მოკლედ. ჯერ არ გვეძახის არც ერთის ქალი და სანამ შესვლის დრო მოვა, ხო არ ჩავყაროთ. მე ვეუბნები, რომ მეთქი ასე მისი მამძის საქმეა, მე სპაიდერმენის ტრუსიკი მეცმევა თუ ბეტმენის, მაგრამ მეთქი თავის საქმეს მიხედო. სამხედრო კაცი იმისთვის ვარ, რომ დასვამბობდი. ბეტმენი მოერევა თუ ჩემი სიმამრიო. შემოვიდეს შემდეგი. შემოვიდეს ხო შემდეგი. ავუი, შევედი აბა. რა მაგარი ოთახია, მაგრად წამიღო. რისთვის მოხვედი? რისთვის და შემთხვევით გავაცნობიერე, რომ აუ დამავიწყდა, არ უნდა ჩამეყარა. რისთვის მოვედი. მე ვხედავ, შენ დაკარგულ მეგობარს ეძებ. ხო, მართალია, ყობას ვეძებ ჩემს მეგობარს. იცი სადაა? მოიცა დავფიქრდე. ტრში ნახე? მარა, შეიძლება მანდ იყოს? შეიძლება მანდ იყოს. გაცრავად, ბრონხების პრობლემა მაქვს და ახლა წადი და მოძებნე სადაც გითხარი. თუ იქ არ იყო, უკან დაბრუნდი და კვლევა გავაგრძელოთ. ახლა ძალიან ჭუმად უნდა ვიყოთ. შეიძლება დავაფრთხოთ. ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ გადაცემას ამერიკელ მამათმავლებზე ნადირობა უშანგი და უნისესთან ერთად. ჭუმად, აი, ამერიკელი მამათმავალი. სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჯერ უნდა დავაჟუსტოთ, ხომ ნამდვილად ამერიკელია, იმიტომ რომ ქართველი გეი არ არსებობს. აი, ხო შეკარგო, მე მინდოდა მაგის თქვა. გადამღებობ თხილად იყავი, თუ პირველმა შეგამჩნია, მოვა და ქართველობას დაგარტბევს. 3 კვირის წინ აგერ უნისე დაკბინა ერთმა, ეგრევე დაკარგა ქართველობა. 3 კვირა სტრიფტის ცეკვავდა ბასიანზე. ბოძის ცეკვაზე დადიოდა, იქ მერე ვიღაცები ესე ხელს უსვამდნენ ზემოთ ქვემოთ და რაღაცა რიტუალებში ყავდათ ჩართული გარყვნილების ბუდეში და ხო, ტრუბაზე ვცეკვავდი ძმა, ნაკბენი მქონდა და შხამის გამო, თორე ისე რა, აბა ისე კი არ ვაკეთებდი მაგას, პრობლემა არა. ორისე დამშვიდი. შენ კაცი ხარ. კაიოს, მაუგლის დაურეკე და სასტრაფოდ შემხვდით. გადაუდებელი საქმეა, იცოდი არ მაცდევინოთ. ვაი თქვენს პატრონს. ბიჭო, ამდენი ხანი გავედა და ჯერ ნაბახუსევიც არ დამწყებია, კიდევ თვრალი ვარ. რა არის ეს სვანური რახია, ტანკის საწვავია თუ სასმელი? შენ როგორ ხარ ნიუტონ?
აუ ეს ისევ ქარხნულ სეტინგებზეა. და ის კიდე სულ შენი ბრალია რო დაგვიჭირეს. რა ჩემი ბრალია ძმაო. ანეკდოტის მოყოლა შენ დაიწყე იქ მე კი არა. ყველაფერი ბრძენის ბრალია. მივიდა და ცოსთან და ეუბნება მე ახალი მცველი ვარო. მე როგორც იცის ხოლმე დაამატა. თქვი მე და დებილ მცველს გავხედეო. კი არის ის გუბაზის მოპარვას რო ვაპირებო. ეგრევე დაგვიშვეს. ვარა აბა შენი გეგმა ჯობდა ხო? თვალში თითივა დაკვა დაცვასო. თქვი მე და ლურჯმა იკიან რეგვენს გულში ვაგინე. კაეთ ბიჭო დამშვიდე და ხა ჯობია მოვიფიქროთ აქედან როგორ გავახციოთ. ბრძენს კითხი აგერ, მაგას უეჭველი ექნება გეგმა. შენ წარმოიდგინე და მაქვს გეგმა. ძველებს ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავატანინოთ. კარგი იდეაა ეგ, მაგრამ როგორ? შემიძლია ძალიან ხმამაღლა გავაკუო. გადასალევი იდეაა. მიდი ნიუტონ. და ახლა რა ვქნათ? რავი, ყველაფერს მე ხوار მოგიფიქრებ. აუ დებილია ეს კაცი. მგონი ჩავიჭი. დაცვა. იმარა რა უფლება გაქვთ თქვენ რომ აქ გვაყურყუტავთ. ხელებით ყავართ დაკიდებული მეორე დღეა უკვე. ის კი არა ვარ მე. ჩუმათი ყავიე მაი. ღირსები ხარ. ჯერ სვანებზე ანეკდოტებს ყვებოდი მთელი დღე. მერე გუმბაზის მოპარვა გინდოდა. ხელებით დაკიდება კი არა, რო არა გაცვიცარზე მადლობა გითხარი. რა ანეკდოტებს ყვებოდი, სვანებზე ცხოვრებაში არ მიღადავია. მართლა? გინდა გაგახსენო, ფიცარი იცი რა არის? ის არის? ფიცარი თქო. რა ის არის, ვინ ის არის, კაცო? არის მისაქმა, კარგად არიჭერს ეთყობა, აბა გარეთ გადი და იქიდან მითხარი, სატელიტებს უჭირთ ამ ღვიმეში შემოღწევა ეთყობა და ეტურა გადავჭი, კინაღამარ შემიბრუნა შაირის ანეკდოტი. ფიცარი თუ იციო, მოინდომა ჩემი ჯაჭრა. მე რო ფიცრებს თლიდი და ჭერში ვაწყობდი, ეგ აკვანში იყო ჯერ კიდე. ფიცრებს თლიდი და ჭერში აწყობდი? რა იყო კომპლე ხარ ჯეჯემა? აქედან კაი ხავს ვერ გავახცევთ. ახლა რა გინდა პოლიკ? კრისტალ ვეტერანულ ლიგას ვეჯექით მე და გაიოზი, რატო აქციე ჰაერში რა ხდება? ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ბოდიში. შპს ბოდიში? კიდე ბიზნესი იწყებ? ფული ხო გააქვთ არა? ყველაფერი ფულზე არაა, ძმა. ცნობილი ფრაზა, რომელსაც მარტო ფულიანი ხალხი ამბობს. აბა რაზეა ძმა? გასწორებაზე. რამდენჯერ მოგდომებია, რომ ვინმესთვის მაგრად დაგესხა. რავი, ბევრჯერ. და რა გაფერხებს? რავი, არა ეთიკურია. ეთიკური შმეთიკური, მე ხალხს უასხამ ძმაო, მაგრამ მე ხან კრედიტს პარავენ საგმირო საქმეებზე, ხან უგულოს გეძახიან და ასე შემდეგ. ამიტომაც შევქმენი შპს ბოდიში. და რა არის ეს შპს ბოდიში? ხელოვნური ინტელექტია რა. გადმოწერ აპლიკაციას ტელეფონში და შეგიძლია ვისაც გინდა აჯვა. მას შემდეგ რაც შეურაცხყოფას მორჩები, აპლიკაცია ავტომატურად გაგზავნის ბოდიშის ხმოვან წერილს. ვერაფერი გავიგე. გაიოს, რას წაგიგდია დინგი? ჯერის არ გეყოფა რომ სამყაროს შეცდომა ხარ და ყველაფერს ურევ. მე კიდე რას გავხარ? წითელი თმა რომ მქონდეს თავს მოვიჭრიდი. შენ ბიჭო შიქხვა. აი გაიოს დამშვიდი. დაიცა. აი მოვიდა. ნახე მესიჯი. ცოტა ხნის წინ შეურაცხყოფა მოგაყენე. ვიცი რომ ასე არ უნდა მოვიქცე, მაგრამ ჩემი ბრალი არა. ბავშვობაში ბიძა ჩემი საერცხ მანქანაში მრეცხავდა და ეთყობა ამანამირია ტვინი. გულწრფელად წუხვარ ჩემი საქციელის გამო. გული მომილბა. შებრიქო, ვერ გიტან. დაგხევ შუაზე. დიდ ბოდიშს გიხდით მოყენებული შეურაცხყოფის გამო. უბრალოდ ბავშვობაში ბაბუა ჩემს მაყალი არ ქონდა და მწვადებს ჩემზე წვავდა ხოლმე. ალბათ ამანამირია ტვინი. მინდა იცოდე რომ გაფასებ როგორც მეგობარს და ადამიანს. რა მაგარია. გეუბნები ესაა მომავალი ძმაო, მეცნიერება, თან ფულსაც გავაკეთებ, თან მიდი და ასხი ვისაც გინდა. ალბათ რეკლამა დაგჭირდება, ხო? მე მაქვს უმაგრესი სლოგანის იდეა. უბრალოდ ყელში ამოგივიდეთ აუტანელი ადამიანები. გინდა დაგინოთ და სიმართლე პირში მიახალოთ, მაგრამ მსგავსი საქციელი არაეთიკურად გეჩვენებათ. ან იმაზე რა სიტყვი, რიქს რო გიჭრის მაღაზიაში ვითომ ვერ ხედავს. ხო აღირსი დააფარო თავზე მამიში მშილი. პასუხი მარტივია, შპს ბოდიში. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ტელეფონში და მიეცით მყრალ პირს გზაფართო. გამოყენების ინსტრუქცია. თავთ შპს ბოდიშს, ვირჩევთ შეურაცხყოფის ადრესატს, ვაყენებთ შეურაცხყოფას, შენ კეთილებს შევახტი დოინჯით. შემდეგ კი ველოდებით. აპლიკაცია ადრესატს ბოდიშის მესიჯს ავტომატურად გაუგზავნის. ძალიან მწუხვარ ახლახანს მოყენებული შეურაცხყოფის გამო. უბრალოდ ბავშვობაში მამაჩემს პრინტერი ვეგონე და ქაღალდებს მტენი და ხოლმე პირში. ამან ტვინი ძალიან ამირია. შპს ბოდიშ ბეიზიკ პაკეტის გარდა აქვს ოქროს პაკეტიც, რომელიც ბოდიშთან ერთად ავტომატურად გზავნის ყვავილებს, შოკოლადებს და სევდიანი ცრემლებით სავსე ბოცას ადრესატის მისამართზე. რაღაც უცდი. ჩამოტვირთე ბოდიში, მაგიჯვი ლოგინში, შპს ბოდიში.
შეტბის პირას ნახმარო პარტახო. შენ აშკარად ძალიან ძლიერად გირტყი ხო თავში? ბოდიშს გიხდით მოყენებული შეურაცხყოფისთვის. ჩემი ბრალი არა, უბრალოდ პატარა რომ ვიყავი მამაჩემს ჩაკუჩი არ ქონდა და ლურს მას ჩემი. ეს რა არის დითალ? ეს კალათა თქვენ. რა კალათა? ყვავილები, შოკოლადი და სევდიანი ცრემლებით სავსე ბოცა. პოლიკა უცვი ჩემი სახლიდან. გიჟი ეს შეურაცხადი. მოგესალმებით, მე ანტონ კუტუწელია ვარ და ახალ ამბებს გაგაცნობთ. თარსულაში ახალგაზრდებმა საინტერესო აპლიკაცია სახელად შპს ბოდიში შექმნეს, რომელსაც უკვე 2 მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს. აპლიკაცია თქვენს მიერ შეურაცხყოფილ ადამიანებს ბოდიშს მოუხდის. როგორც შემქმნელები ამბობენ, მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური პროგრესი ნეგატიური ენერგიისგან დაცლაში დაგვეხმარება. დიახ, ეს აპლიკაცია სპეციალურად ქართველებისთვის შეიქმნა, ვინაიდან ძალიან გაბრაზებული ხალხი ვართ. იგი თარსულაში უკვე არსებულ ხელოვნურ ინტელექტზეა აგებული. ხვებრიქვებო! ახლახანს ტელევიზიიდან შეურაცხყოფა მოგაყენეთ. ბოდიშს გიხდით. ახ, ეს შეშტილი. შპს ბოდიში ნამდვილად იწვევს ამაღელვებელ ემოციებს. საინტერესოა, რას ფიქრობს ამაზე მოსახლეობა. მომეწონა რა, სიახლეა და რაც უფრო კარგს შემოიტანენ საქართველოში და რაც უფრო კარგს გააკეთებენ, ყველაფერი მოსაწონია. გრიშა, შედედა ში. ხო მოგივიდა ყობოდიში, მაგარი აპლიკაციაა რა. კარგია, კი, ძალიან კარგია. მე მომწონსო. 20 წელია ბალახეულ დამამშვიდებლებზე ვზივარ და რაც ეს აპლიკაცია გადმოვიწერე, იდეალურად ვგრძნობ თავს. როგორც კი ნერვები შემომიტევს, მაშინვე ვერ ხედავ რო ინტერვიუს წერს, სხვაგან გაიარე, შედედა შკამში მოყო. ყარა ძალიან კარგია რა, ჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას რაღაც ესეთი. თარსულა ნამდვილად არის ინოვაციისა და ტექნოლოგიების ქალაქი. მინდა გითხრათ, რომ შპს ბოდიშის აპლიკაციას მეც ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ბოლოს კი მინდა თარსულას თითოეულ მაცხოვრებელს მივმართო. თქვენ კეთილებს ვეხახუნე ხელებ გაშლილმა. ბოდიშს გიხდით. ახლახანს პირდაპირ ეთერიდან მოგაყენეთ შეურაცხყოფა. უბრალოდ ბავშვობაში ბიძაჩემს პერფერატორი ვეგონე და ახ, ვინ არის ბიჭო, ეს შეშტილი, ვინ არის? თელ ქალაქს ერთმანეთზე გინება დააწყებინა. ეს კარგს არაფერს მოიტანს. ბიჭო, ცოტა ხანი ფეხებით მაინც დაგკიდონ. რო შეგვანაცვლონ ხოლმე კარგი ექნება, გამიჩერდა სისხლი. აღარ შემიძლია, სახლში მინდა. აი დამშვიდე კაცო, სახლში შენი დაქნეული სიმამრი რო გელოდება და გავიწყდა? ამას ჩემი სიმამრის მირჩევნია. ეგ არასდროს არ თქვა იცოდე. რაც სულ დღეშიც არ უნდა ჩავარდე, არასდროს შენ პრინციპებს და აზრებს არ უხალატო ჯემა. შენი სიმამრი ისეთი კაციაო და შენ ზუსტად ვიცი, იმიტომ არ კვდება ალბათ რომ ჯოჯოხეთშიც არ უნდათ მაგის ნახვა. როგორ გავიდეთ აქედან მაგაზე ვიფიქროთ რა? გასვლა გინდათ აქედან ძმა? აგერ ფერი არის თვისა. ხო, ძმაო, მაგიური ძალები აქვს, გაგვიყვანს აქედან. მოიცა. ჩვენი აქედან გაყვანა შეგიძლია შენ? ძმაო, შემიძლია. მოიცა, 1 2 3 რას ნიშნავს ჩვენი აქედან გაყვანა შეგიძლია? რა ვიცი, ძმაო, მაგით შემიძლია ეს ჭეჭვები გავხსნა. ეჭვი გეპარება, რასაც ვამბობ? მერე აქამდე ჩუმად რატო ხარ შენი დედა? დავაი, დავგაზეთ ბიჭო. მანქანაში დროზე, მანქანაში. გაიგზნენ, დროზე მანქანაში გავეკიდოთ სუპელა. ჩაადგი ბიჭო, დროზე მოგდევენ მგონი. ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრათ, მე სპორტული მანქანა კი არ მყავს, გლუში ტელი მაქვს ჩახრტილი უბრალოდ. დი, გავყავი მაწორში ფეხი უკვე მეტი სწრაფად ვერ მივდივარ. აგერ სარკე ხوار მატყუებს, ჩერდებიან მე მგონი. ბენზინი დაგვიმთავრდა. დავაი გადავედით ფეხით გავეკიდოთ. კიდე მოგდევენ კაცო. დაიცა რა შვებიან კაცო ესენი. მოვდივართ ემაილ. კიდე კაი მანქანით მოგდევენ, თორე დაგვეწეოდნენ უეჭველი. ნერვები აღარ მაქვს იმენა, ჯერ მამა ჩემი აორთქდა როგორც ყვილი ქარში, 2 დღეა არ ჩანს, აზრზე არ ვარ სადაა. მე ყველა ერთმანეთს აგინებს, იმიტომ რომ იმ შეშტილმა რაღაც აპლიკაცია შექმნა. დაასერჩი მაგარი აპლიკაცია, იმდენ ადამიანზე მოვიოხე უკვე გული. გადაიწით გზირა თქვენ წინაპრებს შემოვცხებ ხედველობაზე, ვერ ხედავ რომ ავდივარ. შენ წინაპრებსაც შემოვცხე და შენ ზემოდან კიდე რამე ხო არ გეშლება ბიჭო.
ვაუ, დამშვიდი. ტელეფონს თუ დახედავ, ნახავ რომ ბოდიში მოგიღ. არ დავხედავ არაფერს, ბოდიშის მოხდას რა აზრი აქვს თუ მანამდე შეგნებულად მაყენებ შეურაცხყოფას. სიტყვა. შპს ბოდიში არ მოგწონთ თუ მომესმა? იცოდე თუ გინდა რომ მაგინო იმის იმედით რომ მე ბოდიშის ტექსტი მომივა არ გიშველის, გადაგიმტრევ მუხლზე. არა, დამშვიდი, მე თქვენს მხარეს ვარ. აპლიკაციის განადგურება მინდა, მაგრამ მითვალთვალებენ. ვინ გითვალთვალებს? AI, ხელოვნური ინტელექტი. თქვენ რა გონიათ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? ვიღაცა შეურაცხყოფას აყენებ, მაგრამ აპლიკაცია საიდან ხდება? ბოდიშის მესიჯი ვის უნდა გაუგზავნოს, ა? მე გეტყვი საიდანაც. შპს ბოდიში ხელოვნური ინტელექტია დაშენებული, რომელიც ყველას უთვალთვალებს, უსმენს, ინფორმაციას პარავს. რა? შენ ეგ საიდან იცი, ვინ ხარ? მე ლარჯი სანამცხელია ვარ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ბიჭებო, მე მალვაში ვარ. ხელოვნური ინტელექტი თქვენ უნდა გაანადგუროთ. თუ ასე არ მოვიქცევით, მალე იმდენს იზავს, რომ მთელი ცივილიზაცია თავზე ჩამოგვემხობა. ვერაფერი გავიგეთ, მაო, ეს ხელოვნური ინტელექტი სად უნდა ვიპოვოთ, ან როგორ უნდა გავანადგუროთ? ტექნიკური ევოლუციის შენობა დარსულაში. ესაა ადგილი, სადაც აპლიკაცია შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტის ბაზაც მანდაა. და როგორ გავანადგუროთ? შტეფცელიდან გამოვაძროთ თუ ცუდი Google review დაუწეროთ? რა უნდა ვქნათ, ვითხარი? არა, ეგრე მარტივად რომ იყოს საქმე რა გვიჭირს? AI-ის განადგურება მხოლოდ სპეციფიური ჟღერადობით შეიძლება. სპეციფიური ჟღერადობა, ახლა არ მითხრა უნდა იმღეროთო. არა, მაგიური გიტარის ჟღერადობა გვჭირდება და თარსულაში მხოლოდ ერთი ადგილია, სადაც მსგავსი ტიპის ინსტრუმენტები იყიდება. აკუსტიკა. აკუსტიკა? მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია როა, მაგაზი ამბობ? ეგ ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მაღაზია. მიდით და გამყიდველს უთხარით, რომ მაგიურ საკრავებს ეძებთ, გიტარა წაიღეთ და AI-ის წინ დაუყარით. კარგი და შენ რატომ ხარ მალვაში? ვინ ჯანდაბა იყო ეს კაცი? არ ვიცი, მოკლედ პირველ რიგში ტელეფონიდან ეგ ბოდიშის აპლიკაცია წაშალე, რომ არ გვითვალთვალოს. თან აკუსტიკისკენ წავიდეთ. პოლიკასაც დაურეკოთ, მოეთრიოს აქ და დაგვეხმაროს. მაგის ბრალია მაინც ყველაფერი. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება აკუსტიკაში, რით შემიძლია დაგეხმაროთ? ვა, რა მაგარი გიტარები იყიდება, ესენი ნაშებს ყრის, ხო? ხერის რომელია, გარანტირებული ნაშების მაგნიტია. როგორ გიტარა გინდა, მითხარით და აგარ შევინებთ. ყველანაირი გვაქვს აკუსტიკური, ელექტროაკუსტიკური, კლასიკური, ელექტროკლასიკური. პაჭო, რა ხდება? რა იყო, დითავ, რამ გადაგრია? მე რამ გადამრია თუ შენ რამ გადაგრია? სასწრაფოდ აკუსტიკაში მოდიო, მეთქი სიკვდილის სიცოცხლის საქმეა. სირბილით წამოვედი აქეთ, გზაზე თან ვიღაც მოხუც ქალს გადავახტი თავზე. მერე ის რომ წესიერად ფეხზე ვერ დავხტი. ჰოთ-დოგების ტენკს დავეჯახე თუ რაღაცას და მგონი მთელი კეჩუპის ბოთლი გადავყლაპე. იმედია სერიოზულ საქმეზე დამიძახე. მაგიური გიტარების საყიდლად მოვედით. კარგი აზრია. უკაცრავად ისეთი გიტარა გააქვთ, რომ დაუკრავდათ ომრიდან რომ მეგრელი ამოიყვანოს, სალამურით გველებს რო აკონტროლებენ ხოლმე ეგეთ ფონჩი. ეგეთი არ გვაქვს. და რამე ისეთი, რო დაუკრავდა ბირჟავიკები დააფრთხოს? მაგისთვის შეიძლება მეტალის გიტარა გამოდგეს, იცი? ბირჟავიკებს არ უყვართ მეტალი. რომ დაუკრავ ეგრევე მტრედებივით გაიფანტებიან ხოლმე. არა, ჩვენ მაგიურ გიტარებს ვეძებთ. ბიჭებო, გიტარას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის უბრალოდ ინსტრუმენტია. ნამდვილი მაგია თქვენშია. რო დაიჭერ გიტარას და აკვანესებ კლდეზე. არა, ჩვენ პირდაპირ მნიშვნელობით მაგიურ ინსტრუმენტებს გულისხმობთ. ეგეთი ინსტრუმენტები არ არსებობს. რა ტყუილად მარბენინეთ, წავედი მე. სად წახვედი, ბიჭო, შენი აპლიკაცია რომ ხალხს უთვალთვალებს და პირად მონაცემებს პარავს, ეგ იცი? გიტარები ზუსტად მაგის გასანადგურებლად გვჭირდება. არ გაბედო შეპარტახო, შპს-ბოდის არ შეეხო. წავედი მე. ისა, თქვენ საიტიც გააქვთ ხომ? კი, აკუსტიკა.g. ხო და საიტით ვიყიდი რაღაცებს. აქ ერთი პარტახი მიჩლის ხელს. შეგიცი პაჭო. კარგი, მოდი აღარ გავწელოთ რა. მაგიური გიტარები გვინდა. ბიჭებო, ხომ გითხარით არა მსგავსი ნივთები არ არსებობს? პოლიციიდან ხართ? არა რა პოლიციიდან 10 წლის ვარ. ელარჯიმ გამოგზავნა. სანამ ცხელიამ. ელარჯის იცნობთ? კარგი. ვაუ. აბა, რას ეძებთ? მაგიური ელექტროგიტარები გვინდა. როგორც გავიგე, AI-ის გასანადგურებლად გჭირდებათ, არა? ამ შემთხვევაში Doom String-ის მეტალ გიტარას გირჩევთ. მაგრამ გაფრთხილებთ.
ეს უბრალოდ ინსტრუმენტი არ გეგონოთ. მისი ტანი ჯუჯებმა გამოჭედეს საქართველოს ყველაზე ღრმა უბსკროლში. სიმები კავკასიის მთის ელფებმა დაწნეს. ძალას კი ქუხილი აძლევს, თითქოს თორის მილიონერი ჰქონდეს ჩაჭედებულია. კინკისულისგან გამოთვლილ მედიატორებს კი საჩუქრად მიიღებთ. ორი მოგვეცით. ბატონებო, როგორც ვიცით, პაჭოკაკაჩიას შპს ბოდიშის დასამარება აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ვერ მოგართვით. ყველაფერი კაი, მაგრამ რატო უნდა აპლიკაციის განადგურება? იმიტომ რომ შურს ჩვენი. რა მიხვედრა მაგას უნდა? ხო, კაი, მოკლედ, გონია რომ ეს აპლიკაცია რითაც შევქმენი ეგ რაღაც ჩვენს პირად ინფორმაციას იპარავს, რომ ცივილიზაცია მოსპოს თუ რაღაცა. შენი მეგობრებისთვის უნდა დაგეჯერებინა პოლიკარპე. გამწოვა, შენ ვინ ხარე? მე ვინ ვარ? ხელოვნური ინტელექტი, შპს ბოდიში და ახლა უკვე პოლიკარპე ჯანტლეკიაშვილიც. რობოტი პოლიკა გაიჩიტა. გაიცი, გაიოს რა ბაყვებზე მეთომარები. შენი რობოტი ვერსია შეჩემა. შენზე უკვე იმდენი ინფორმაცია მაქვს, რომ შემიძლია სრულად დაგაკოპირო. შენს მეგობრებსაც და მთელ ქვეყანასაც იგივე მოგელით. მე ვერას რო ჩამანაცვლებ ტოსტერო. მე ვერას რო ჩამანაცვლებ ტოსტერო. გლობალური დათბობის თავარი გამომწვევი მიზეზი რო ბირჟავიკები არიან, იცოდით? და მეგრელები ბიჭო. ისე მეგრელები რატომ არ გევასება ვერ ხვდები? პოლიკ, ზუსტად შენსავეთ ლაპარაკობს. მოკლედ, გმადლობ პოლიკ. შენი დახმარებით გავძლიერდი, მაგრამ ახლა თქვენი გაქრობის დროა. ადამიანის მმართველობა დასასრულს მიუახლოვდა. ჯართო. გინდა გაიგო პოლიკას მეგრელები რატომ არ ევასება? ეს ხმა არა, საიდან გახდეს გიტარები? დამბრიდეს, პენტიუმ 3 შვილი ვიყო. ვინ ხართ ბიჭო, ვინ ხართ? სულ ასეთ ამბებში როგორ ეხვევით? დამანებეთ თავი, რაც არ უნდა მოხდეს აღარ დამიძახოთ. არც თქვენი ბიზნესი მინდა და არ ჩპს ბოდიში. ვინ არიან ესენი? არანორმალურები, შეპყრობილები. კარგი, წავედით ჩვენს. პოლიკასგან მადლობას ხომ არ დაველოდებით. მადლობა არა ის. შენი პრობლემაა ეგეთი რო ხარ. რაღაცნაირი, სირისტიანი თუ ბავშვობაში რო ქვიშაში ვთამაშობდით, ხო გახსოვს? შენ რო დაიცი და ტრაქში რო ქვიშა შეგეყარა. მაგის მერე გაგვტვინი არეული. შენ იცი ჩემთან ამდენი ადამიანი მოდის შენ სალანძ გავად? მაგრამ მე სულ ვეუბნები რომ დაანებეთ თავი რა. ტრაქში ქვიშა აქვს შეყრილი უბრალოდ. მე ყველანაირად ვცდილობ, ძმაო. ვახ, მაგრად წამიღო. მაგრამ რაღაც დამავიწყდა მგონი, რაღაც უნდა მექნა. რა უნდა მექნა? ქეშ. ბიზნეს დავიწყებ, დავითარცები. ფიშლა ტიპები არ მევაცები. მაშებს ავყრი და მოვდებ სკოლას. თელი ქართულა მაფასებს ხოდა. სტერეოტიპებს რომ მივსელებე. თარსულელები მასულელებენ. სუთასულები, თავს გასულები. შავ ჩვენზეა დათარსულები. გაიგაიოს დამშვიდი. დათარსულები. მეგრელების ბრალია. დათარსულები. დათარსულები.